პირველი მე ვიქნები, პირველი მე შევასწრები და ბარიკადი რო შევხვდება, კი არ გეტყვი რომ კანონი არ დავარგუოთ, უნდა გავიდეთ ქრომებით თქვა. ხალხის მხარდაჭერა რომ არა, ჩემი თავისუფლებით, ოჯახით, ახლობლებით ვერ გავრისკავდი. თითოეული მათგანი მიყვარს. ჩვენი ხალხი და იციან საქართველოს ყველა კუთხეში, ქალაქში, სოფელში, უბანში. მე მათთან სახლებში და ეზოებში ვარ ნამყოფი. ადამიანებთან, ჩემს ხალხთან კომუნიკაცია მაკლია. დღეში 50-100 ადამიანს ვეკონტაქტებოდი. ხოპ და მომიპარეს. ცხადია მძიმეა. წიგნებით ვერევი. ხო და კიდევ სიგარა და ვისკი მაკლია. ფრაგმენტები ყველაფერს მოწყვეტილი დატყვევებული პოლიტიკოსის წერილიდან შაბათის ფორმულასთვის გამოგზავნილმა ლევან ხაბეიშვილის წერილმა გრძელი გზა გაიარა ჩვენამდე. პატიმარს ყველაფერი აკრძალული აქვს. დედასა და შვილებს ვერ ნახულობს. და მაინც მგონია, ასეთ ცინიკურ და უკანონო პირობებში იმიტომაა, რომ ლევან ხაბეიშვილია. რის საფუძველზე მიეცით? არაფერი ჩვენებაზე არ არის ლაპარაკი. სასამართლო პროცესზე 7 თვეა ფორმალურად მხოლოდ იმისთვის დადის, მისთვის ძვირფას ადამიანებს და შვილებს თვალი შეავლოს. რა უნდა იყოს იმაზე ცინიკური, კაცი ჯერ დააკავო, მერე კი არასრულწლოვანი შვილები არაჩვენო, შემთხვევით ბავშვებმა მოწმეებზე ზეწოლა არ მოახდინო. ყველაზე მძიმე, მტანჯველი და მტკივნეული შვილებთან განშორებაა. ამაზე მძიმე ცხოვრებაში არაფერი მიგრძნია. ყოჩაღი ბიჭები არიან. უყვართ სპორტი და ხათრით არც მეცადინეობაზე ამბობენ უარს. დედამიწაზე საუკეთესო დედა ჰყავთ და შესაბამისად სანერვიულო არაფერი მაქვს. გიორგი და ირაკლი, არავისზე წყენა და ბრაზი გულში არ ჩაიდოთ. ჩემს გამო. კეთილი ადამიანები იყავით, გიყვარდეთ და გაუფრთხილდით თქვენს გარშემო ადამიანებს. ბევრი იკითხეთ, ბევრი ილოცეთ, კაცები გაიზარდეთ. ლევან ხაბეიშვილი გვწერს, რომ ოცნების ამოცანაა დაამცირონ, მენტალურად გატეხონ, ფსიქოლოგიურად იძალოდონ, მაგრამ ეს შეუძლებელია. ისე ისიც მოგწერა სამარტო საკანში, ყველა დღე ღამე აბსოლუტური კოშმარივითაა. მისთვის ყველაზე რთული ღამე გრძელ ღამეებს შორის პატრიარქის გარდაცვალების ღამე ყოფილა. მათ ესმით რას ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა და ეს სიტყვა რომ არ გაიმეოროს სხვამ რომ არ ილაპარაკოს მშვიდობიან რევოლუციაზე, ამიტომ ამბობენ რომ დავიჭერთ ხაბეიშვილს. მისი დღენახევარში შეთითხნილი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე არ გავს ლიტერატურას. ან ძალიან მდარე, უნიჭო ავტორის ლიტერატურაა. უარაფრო ბრალი, უარაფრო დანაშაულზე. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია იმის გამო, რომ ის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს $200,000 საჯაროდ პირდებოდა აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში. ამ ერთ აბსურდს მეორეც დაამატეს მშვიდობიანი დამხობის მოწოდება. ბრალის თანახმად ხაბეიშვილის მოწოდებებს ჰქონდა განგრძობითი სისტემატიური ხასიათი და გამოიკვეთა დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელსაც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელებში და ტელევიზიებში ჩადიოდა. საქმეის სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად აბსურდული, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. მე ვერ წარმომიდგენია ამ ქვეყანაში მათ შორის აი ამ სასამართლო სისტემაში მოსამართლე, რომელმაც შეიძლება განაჩენს მოაწეროს ხელი და დაწეროს, რომ პოლიტიკური ლიდერი, ოპოზიციის ლიდერი, რომელიც აკეთებდა საარჩევნო დაპირებას, პოლიტიკურ დაპირებას, რაც გულისხმობდა მაგალითად, რომ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებთან მიმართებით მომავალი ხელისუფლების მხრიდან, ბიუჯეტიდან, გარკვეული პრემიების ანაზღაურებაზე, აი ამის გულისთვის შეიძლება ადამიანი გაუშვან ციხეში და ეს დაკვალიფიცირდეს ქთამის შეთავაზებას. აბსოლუტურად ყველა განცხადებაში, ეს იყო საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, მასმედიის მეშვეობით, სოციალურ ქსელებში, ყველგან ლევანი ხას უსვამდა, რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში, კანონის ფარგლებში, ხელისუფლების დამხობა. ლევან ხაბეიშვილის გატაცებიდან რამდენიმე დღეში შაბათის ფორმულას რეპორტაჟში სალომე ბოკუჩავამ თავი მოუყარა თითქმის ყველას, ვინც სისტემაში ლევან ხაბეიშვილის საჯარო განცხადებების გამო თავი შეურაცხყოფილად იქცნო, ვინც პატაკი შეადგინა და დღენახევარში საქმე შეკერა. საქმე 10 სექტემბერს სუსის თანამშრომლის პატაკით იწყება. მეორე დღეს დააკავეს. არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა, როცა სუსმა გედედეს ხელმძღვანელს სისხლის სამართლის საქმეზე მოწვევების გამოყოფა მოსთხოვა. დაავალა, მაგალითად, უსაფრთხოების სამსახურმა დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოგვიყავით მოწმეები, ვინც გამოგვადგება ამ საქმეში და აი გამოყოფილი არის 3 მოწმე, მაღალი თანამდებობის პირები, გედედეს გაყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსი და უფროსი ინსპექტორი. ეს პირები არიან გამოყოფილნი, არიან ფორმალურად დაკითხულნი
ჯერჯერობით ეს პირები 7 თვის განმავლობაში ჩვენ სასამართლოში ვერ ვიხილეთ და არ ვიცით ახლა რასთან გვაქვს საქმე, ვერ მოდიან, ვარს აცხადებენ ამ აბსურდის სასამართლოში დადასტურებაზე, არ ვიცით ეს გამოჩნდება ახლოს მომავალში, მაგრამ ფაქტი ერთი რომ ეს პირები თავიანთ ჩვენებებში ხელს აწერენ დაბეჭდილ ფურცელს რომ თითქოს და მათ თავი იგზნეს შეურაცხყოფილად აღიქვეს ეს როგორც ღთამის შეთავაზება და თვეების შემდგომ როდესაც ასე ვთქვათ სუსმა მოითხოვა ოფიციალურ წერილობით რომ გამოეყოთ ეს სამი პირი გამოყვეს თუ ვერ ვეღირსეთ რომ აღნიშნული სამი მოწმე იქნეს დაკითხული ბოლო წლებში ყველაზე ხმაურიანი პოლიტიკოსი რომელიც სულ ხალხშია აი ასეთია ლევან ხაბეიშვილის ბოლო 14 წელი ამ ქვეყანაში არც ხვისი დანაშაულის კორუმპირებლობის მხილების ეშინია ის ამ ხელს ოცნებაში კი მერე მისი მხილების მერე მათ ყოფილ თანაგუნდელებს აკავებენ ხან საკრებულოში ესხმიან თავს ხან ლოდებს ესვრიან ხან აწამებენ და ხან რას აღარ მოიგონებენ თქვი რომ ცუდი ადამიანი და დამნაშავე ხარ და არ გაწამებთო ლევან ხაბეიშვილმა მაშინ ამ აღიარებას წამება არჩია ზონდერ ჯგუფები იზარ მიმართულად რამდენიმე წუთის განმავლობაში ვისწორდებოდნენ და მეუბნებოდნენ რომ მე თქვა რომ მე დამნაშავე ცუდი ადამიანი ვარ და ამ შემთხვევაში არ ვცემდნენ. ცხადია ამის ფუფუნება მე მათ არ მივეცი და შესაბამისადაც გამოვიყურები ამის გამო. რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, გადასტომებს, მათ შორის სავარაუდოდ დანაშაულებრივ გადასტომებს, აქ პრაქტიკული პრობლემები იყო, რის გამოც კონკრეტული დანაშაულების დასჭა ვერ მოხერხდა, თუმცა ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები. ჯერ რამდენი ხანია გვარწმუნებდა არა გვიწამებიაო და ბოლოს საკუთარი პირით აღიარა გადაცდომებს შორის ლევან ხაბეიშვილის წამებაც იყო. ნეტა რამდენ ხანში იტყვის მისი საქმე აბსურდი და მეტი არაფერიაო. ყველა საკ ნანახი მისის ფოტო, სადაც უბრალოდ ადამიანის სახე აღარ აქვს, ანუ ეს არ არის გადაცდომა. გადაცდომა არის შეიძლება შემთხვევით პოლიციას იდაყვი რომ მოხვდება, ეგ შეიძლება იყოს გადაცდომა. როცა გაიტაცებ ადამიანს და აწამებ, ეგ არის ადამიანის წამება. ადამიანი ყავ დაჭრილი მის გამო რომ აკეთებდა საჯარო განცხადებებს. მეტი არაფერი პოლიტიკოსი აკეთებს საჯარო განცხადებებს და ამის გამო დაიჭირეს. რასაც ვერავინ ვერ ახსის ვერცეთ ნორმალურ ქვეყანაში. მესამე არის რა მდგომარეობაში წავთ, ანუ მას შეზღუდული აქვს ოჯახთანაც კი არ ქონია კომუნიკაცია თვეები გადის. როცა მე ვიყავი, იქაც ისიც ატარებენ გაუგებარი არ მოყვანილი ყავდათ და მთელი პროცესის განმავლობაში მოწმების დაკითხვა იყო არაფერი, რადგან სასამართლოს პროცესი დღეს საუბარი იყო, ლევან ხაბეიშვილს არ ეხებოდა. ვინც ერთის მხრივ ის და ათეულობით სხვა პოლიტიკური პატიმარი უკანონო ტყვეობისთვის გაიმეტეს და ასევე უმოწყალო ფიზიკური ძალადობისთვის აი ეს ადამიანები აუცილებლად უნდა აღმოჩნდნენ საპატიმროებში, ოღონდ არა მურუსიძე ჩინჩალაძის კლანური სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად, არამედ სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებების შედეგად უნდა აგონ მათ პასუხი. ამაზე თქვა დღეს პრემიერად წოდებულმა კაცმა ეს იყო გადაცდომა. გურამ როგავას რომ თავს დაესხნენ და კინაღამ დააინვალიდეს, ეს იყო თურმე გადაცდომა. გამოგიტყდებით და ციხეში ხშირად არის მომენტი, როცა ფიქრობ, ყველაფერი დამთავრდა. იმედი მაქვს, ირაკლი და გიორგი ამაყობენ მამით. ასე მგონია და ვგრძნობ, პედაგოგებთან დადის ორივე და მათი ნაწილი უარს ამბობს ანაზღაურებაზე. ჩემი ტყვეობის გამო, ამან აღმაფრთოვანა. მინდა მათ მასწავლებლებს ყველას მადლობა შევუთვალო. ქეც ვიხრი თქვენს წინაშე. ირაკლი ნადირაძეს, ჩემს ძმას გადავეხვეოდი. და ვეტყოდი რომ ამაყი ვარ მისით. პაატა ბურჭულაძეს ბოდის მოვუხდიდი, რომ ძიმე დროს მასთან არ ვიყავი. მურთაზოდელავას ვეტყოდი, არ მოусმინოს მოლაპარაკე არაფრის მაქნის კომენტატორებს. კიდევ ერთ ფრაგმენტს გთავაზობთ მისი წერილიდან, რომელიც ჩემი აზრით დასასრულისთვის გამოდგება. აქ, ციხეში მხოლოდ ორი უფლება მაქვს, სუნთქვა და კითხვა. აქ ჩემს უფლებას მარიო ვარგას ლიოსა, მარკესი, კისინჯერი, ორველი დიუმა, კონსტანტინე გამსახურდია, ილია და სხვები იცავენ. როგორც მოგახსენეთ, სხვა უფლებები არ მაქვს. დეტალებს არ ვიცნობ მე ამ საკითხის და დარწმუნებული ვარ რომ ხაბეიშვილი არის იგივე პირობებში რაც დანარჩენი პატიმრების სხვა შემთხვევაში ისეთი ამბავი ატყდებოდა იქ მისი თანაპარტიელების მხრიდან რომ ეს გაჟღერდებოდა. თუ ამ პატიმრობის კოდექსში მას დარღვევა არ აქვს იმ დაგვარი რომელიც მას თქვათ უგზალავს სხვა ასე ვთქვათ, უფლებების სარგებლობას, მაშინ რა თქმა უნდა ეს უფლება მისი გამოყენებული უნდა იყოს. და ამასთან დაკავშირებით ალბათ სახალხო დამცველთან მიმართვა იქნება ყველაზე რელევანტური. დასასრულს სიმბოლურად ლევან ხაბეიშვილის კადრებს დაგიტოვებთ. ისევ ხალხთან. იცით რატომ? იმიტომ რომ ის ჩემს საქმაში სულ ხალხთანაა. თან მოგწერა ხალხთან მენატრებაო და იყოს ხალხთან, ისე როგორც დაკავებამდე.